9-15-ის მე-14 მაღალითი. ვიხილავთ გამოსახულებას. ლოგარითმი x-ი უდრის -3 ლოგარითმ m-ს პლუს 1/13 ლოგარითმ m პლუს n პლუს 2/9 ლოგარითმ m მინუს n მინუს 1/13 ლოგარითმ n მინუს 1/6 ლოგარითმ n. პირველ რიცხვში ლოგარითმის წინ მდგომი რიცხვითი კოეფიციენტები გადავსვათ ლოგარითმის ქვეშ მდგომი გამოსახულების ხარისხის ნაჩვენებლად. მივიღეთ ლოგარითმ x-ი უდრის მინუს ლოგარითმ m კუბს პლუს ლოგარითმ m პლუს n ხარისხად 1/13 პლუს ლოგარითმ m-ს მინუს n ხარისხად 2/9 მინუს ლოგარითმ n ხარისხად 1/13 მინუს ლოგარითმ p ხარისხად 1/6. გვაქვს როგორც პლუსი ნიშანი, ისე მინუსი. ამიტომ მოცემული გვაქვს წილადის ლოგარითმი, რომლის რიცხვად იქნება ყველა ის რიცხვები, რომელთა ლოგარითმების წინ პლუსი ნიშანია. ხოლო ნიშნელია ყველა იმ რიცხვების ნამრავლი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს მინუსი ნიშანი. ამრიგად მოცემული გამოსახულება შეიძლება ლოგარითმით. ლოგარითმის ქვეშ გვაქვს წილადი, რომლის რიცხვად გვაქვს მესამე ხარისხის ფერსი m პლუს n-დან გამრავლებული მეცხრე ხარისხის ფერსი m მინუს n კვადრატში, ხოლო მნიშვნელად არის m კუბის ნამრავლი მესამე ხარისხის ფერსი n-დან გამრავლებული მეექვსე ხარისხის ფერსი p-დან. აქ გათვალისწინებულია წილად ნაჩვენებლიანი ხარისხის განსაზღვრა და ყველა ხარისხი წილადი ნაჩვენებლით შეცვლილია p-ით. ამის შემდეგ თუ ორივე მხარიდან მოვხსნით ლოგარითმს, დარჩება პოტენცირების შედეგი. x-ი უდრის წილადის ხაზი, რიცხვად მესამე ხარისხის ფერსი m პლუს n-დან გამრავლებული მეცხრე ხარისხის ფერსი m მინუს n კვადრატიდან, ხოლო მნიშვნელად არის m კუბის ნამრავლი მესამე ხარისხის ფერსი n-დან გამრავლებული მეექვსე ხარისხის ფერსი p-დან.